ქართული ოცნება ადგენს და გეგმავს დაკრძალვის ღონისძიებას. პატრიარქის ცხედარს ყველა ვერ უახლოვდება. მთავრობის წევრები, ბევრი ფოტორეპორტიორებით კი. ოცნება ალბათ საპატრიარქოსთან თანამშრომლობით გასცემს საშვებს. ვინ შევა და ვერ შევა სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის დაკრძალვაზე კვირას. გუშინ მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობდა, რომ მათ უთხრეს სიონის ტაძარში პატრიარქის დაკრძალვაზე ეპისკოპოსებსაც ვერ შეუშვებენ. კიდევ ერთი მიტროპოლიტი ზენო ნიარაჯული ამბობს და სვამს კითხვას. ხომ არ იცით ვინმემ კვირას წმინდა სამების ტაძარში საიდან უნდა მივიდეთ, ან როგორ უნდა მივიდეთ, ან საერთოდ შეგვიშვებენ თუ არა და ვის უნდა მივმართოთ. კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის კვირას ხვალ 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. სინოდის ხდომის დასრულების შემდეგ მეუფე იობმა განაცხადა, რომ სიონის ტაძარში დაკრძალვის სურვილი პატრიარქმა ახლობლებს დაუტოვა. სიონში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა სინოდში კენჭი ყარეს და ხმები ასე გადანაწილდა 18-17-ზე. 17 ეპისკოპოსი პატრიარქის სურვილის მიუხედავად მომხრე იყო, რომ ილია მეორე არა სიონში, არამედ სამების საკათედრო ტაძარში დაეკრძალათ. ლიზა ციციშვილი უნდა ჩავრთოთ პირდაპირ ეთერში, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ძალიან მცირე ნაწილი ჩამოვთვალე იმ შეზღუდებისა, რაც გასაგებია ზოგი ლოგიკურად არის დაწესებული. ეს დღეებია ლიზა ხალხის მდინარე დინება არ წყდება მთელი თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ თბილისი, არამედ რეგიონებიდან ხალხი უწყვეტად მიედინება ტაძრისკენ, რომ გამოეთხოვოს ყველაზე უფრო სახალხო პატრიარქს. ლიზა, მოგვიყევი უფრო მეტი, შენ ახლა ასე ვთქვათ მთავარ ეპიცენტრში დგახარ ავლაბრის მოედანზე. საღამომშვიდობის დავით, ჩვენ ვდგევართ ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მე და ლევან სანიკიძე ვცდილობთ გაჩვენოთ ზღვა ხალხი და ჯაჭვი, უწყვეტი ჯაჭვი, ჯიუტი ადამიანებისა, რომლებიც უკან არიხევენ და მიუხედავად ძალიან გრძელი რიგების, რომელიც შეიძლება მთელი დღის მანძილზეც გრძელდება მათთვის, მაინც ცდილობენ მივიდნენ სამების საკათედრო ტაძრამდე და ბოლო პატივი მიაგონ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და გამოეთხოვონ მას. პრინციპში მათ ცოტა დრო რჩებათ, იმიტომ რომ თქვენ თქვით, რომ ძლავრია შეზღუდვები და მათ შორის როგორც ჩანს საშვებით შესვლა იქნება მხოლოდ შესაძლებელი პრივილეგირებულთათვის და არა რიგითი მოქალაქეებისთვის. ამაზე მსჯელობას ახლა აზრი არ აქვს, ახლა მნიშვნელოვანია მოგიყვეთ, რომ ჩვენც კი მე და ლევან სანიკიძე თავად მეტროთი მოვედით აქ, იმიტომ რომ ძალიან რთულია გადაადგილება, საავტომობილო გზები პრინციპში დაკეტილია სრულად და მაინც ჯიუტად ეს ადამიანები არიან, ვინც ყველაზე მეტად უნდათ გამოეთხოვონ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. პრინციპში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ჯერ აღსაყრებიდან მალევე მოახერხა, რაც სიუჟეტში იყო ნათქვამი და მოიკრიბა ძალიან დიდი მრევლი მის გარშემო და დააყენა საეკლესიო ღვთისგზაზე ადამიანები და ახლა უკვე გარდაცვლილი ახერხებს ამას და აერთიანებს მთელს ქართულ საზოგადოებას, ეს აჩვენებს მის როლს და მის გავლენას და იმას, რამდენად შთაგონებულია ქართული საზოგადოება მისი შეგონებებით. საინტერესოა რა დარჩათ ამ ადამიანებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის 50-წლიანი, თითქმის 50-წლიანი ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის ისტორიიდან და რამდენად რთული გზა გაიარეს და მიაგეს თუ არა პატივი. მე ვეცდები გავესაუბრო რიგით მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ხვალიდან სრულად შეუძლებელი იქნება პატრიარქამდე ახლოს მისვლა და ამიტომ მათ ბოლო საათები რჩებათ. აი აქეთ ჩვენ ვდგევართ ისეთ ადგილას, აი ლევანი გაჩვენებთ კადრს, აქეთ უკვე ჩამომსვლელები არიან, რაც ნიშნავს, რომ პრინციპში წესით მათ მიაგეს უკვე პატივი უწმინდეს. გამარჯობათ, პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ. მოახერხეთ თუ არა პატივი მიიგეგოთ უწმინდესისთვის? შევედი დიდი ხანი ვედიქით, მაგრამ შევედი. რამდენ ხანს მოგიწიათ დგომა? 2:30-ზე ჩამოვიდა, ეხლა გამოვეცით. დაღლილი ხართ? არა. არა. იმდენად დიდი სურვილი მქონდა, რომ არა. აი, შეხვედრი ხართ უწმინდეს სიცოცხლეში, მის მსახურებას თუ დასწრები ხართ? არა, აქ დავდიოდი ხოლმე, მაგრამ პატრიარქის უშუალო პატრიარქის მსახურებას არა სამწუხაროდ. საიდან ხართ? თბილისიდან? გურჯანიდან და გამასრო ჩემმა მრევლმა. ბოდის გიხდით. კახეთიდან ჩამოხვედით? დიდი მადლობა. ფარავდით ღმერთი. მოდით ვნახოთ სხვა მოქალაქეები თუ ახერხებენ და როგორ გაიარეს ეს რთული გზა. ხედავთ რამდენი აი აქედან იწყება პრინციპში ჯებირები, ხედავთ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, აქვეა მობილიზებული რამდენიმე სასწრაფო
სამედიცინო მანქანა, იმიტომ რომ თურმე მოქალაქეები ასეთი ვრცელი ნაკადების პირობებში ცუდათაც ხდებიან. აი, გამარჯობათ ქალბატონებო, იყავით თუ არა, მოახერხეთ თუ არა შესვლა პირდაპირ ეთერში ვარ. კი, მოახერხეთ. დიდხანს იყავით რიგში? საკმაოდ 12 საათიანი რიგი იყო ძალიან დიდი, აი არ ვიცი. რა არის ის თავარი შთაგონება, რაც დაგიტოვათ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა თქვენი აზრით? ყველაზე დიდი სიყვარული პირველ რიგში თქმა უნდა ერთიანობა. არ ვიცი, აი ისთვისაც ჩამოვედით დღეს ბათუმიდან ჩამოვედით ხელაგზა გამოიარეთ? დილის 7 საათზე ჩამოვედით. ზუსტად 12 საათიან რიგში ვიყავ. ძალიან გდომებიათ გამოთხოვება. ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ, შეგეძინათ. დიდი მადლობა თქვენ. ხედავთ რომ აქ თავს იყრის არა მარტო ქალაქიდან მოსული ადამიანები და უბრალოდ მოქალაქეები, არამედ მთელი საქართველოს ქალაქებიდან და რეგიონებიდან ჩამოდიან ადამიანები. აქვე აი გაშლილია სპეციალურად ასეთი ჯებირები, რომელიც ყოფს, ასე ვთქვათ, მიმოვალ გზას ორად. ერთი არის ამსვლელთა რიგები, ჩვენ ვარჩიეთ, გავსაუბრებოდით ისეთ ადამიანებს, რომლებმაც უკვე მოახერხეს და გაიარეს ეს რთული გზა. მეტროც სავსეა, აი ნაკადები არ წყდება და იწყება მეტროს სადგურებიდან. ხედავთ რომ საპატრულო პოლიცია აკონტროლებს ტერიტორიას. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წესით ბედნიერი უნდა იყოს, ხედავდეს როგორი ერთიანია მისი მრევლი და მართლაც რამდენად ბევრი სიყვარული შეეძლო. ნამდვილად აი ამ ხალხის მდინარეებმა, იმ ზღვა ხალხმა, რომელთაც მოიცვა მოცულობა. მე გული მწყდება რომ რიგითი მოქალაქეებისთვის ნამდვილად აჩვენა ის რომ პატრიარქმა უდიდესი სიყვარული ხვალ დაკეტილი იქნება აი რეგიონებიდან და შორიდან ჩამოსული რიგითი ადამიანებისთვის, ვისთვისაც ძალიან ბევრი ნუგეში მოჰქონდა. თვალინდელი დღისთვის გაკეთდა განცხადება, რომ როდესაც გადაასვენებენ პატრიარქს მის უწმინდესობას სამების საკათედრო ტაძრიდან მის უკანასკნელ განსასვენებლამდე, სიონის ტაძრამდე, გზად ხალხს ექნება დამშვიდობების საშუალება. რთულია და სამწუხაროა შეზღუდვები, თუმცა გარკვეულწილად შესაძლოა იყოს გამართლებული იმ მასშტაბებიდან გამომდინარე. გასაგებიც იყოს. და გასაგებიც იყოს რა. გასაგები, იმიტომ რომ ელია მეორე. კი, იმიტომ რომ კათოლიკოს პატრიარქის სურვილის და ნების თანახმად, რომელიც მან მის ახლობლებს გაუზიარა, მას უნდა სიონში დაკრძალვა, ძალიან ახლოს მინდა ვიყო სიონთან. პრინციპში მისი აღმასვლა და ეკლესიის აღმასვლა პოპულარობა იწყება სწორედ სიონში მსახურებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის. მე თავად ვერ მოახერხე და ვერ ავაღწიე ჯერ სამების საკათედრო ტაძრამდე, მაგრამ მქონდა ბედნიერება რამდენჯერმე შევხედოდი ჩვენს პროფესიული გზებით შევხვდით ერთმანეთს. მე რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა გადამეღო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წირვა-ლოცვა, მათ შორის მისივე აღდგენილი ალილოს დღესასწაული. მაშინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დაგხვდა ჩვენ საპატრიარქოსთან და გამოიტანა ნუგბარი და ტკბილეული შემწეობა იმ შეჭრებული ადამიანებისთვის, რომელსაც ის აგროვებდა ალილოს მსვლელობის დასასრულს. ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციურია ეს გამოცდილება, რადგან ახლა შენ საუბრობ, მეც შესავალ სიტყვაში ვთქვი, რომ ჩვენ პროფესიონალები 85 წლის საიუბილეო 85 წლის საიუბილეო აღსაყდრების საიუბილეო თარიღსაც დავესწარი და მაშინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ძალიან ბედნიერი იყო, ძალიან ცოტა დააკლდა 50 წლის იუბილეს მისი აღსაყდრებიდან გული მწყდება ამაზე. ზოგადად მისი სიყვარული, აი მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფები, ქართული მედია, ჩვენი გადაცემის ყველა ოპერატორი და ჟურნალისტი ახლა ვითომ თანამედროვე კადრებს იღებს და სინამდვილეში ეს არის ისტორიული კადრები. ამდენი ადამიანი როდის იქნება კიდევ ქართულ ეკლესიაში და მონასტრებში არ ვიცი ვინ მოიყვანს ამდენ ადამიანს ტაძრამდე და გაერთიანებს თუ არა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ამის გააზრება მერე მოხდება და გადააზრება რა როლი ითამაშა ქართული ეკლესიის ცხოვრებაში ამ 59 წლიან გზაზე, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ ახლა ისტორიულ მოვლენებს და ძალიან ამაღელვებელია აი ეს ზღვა, მართლა ზღვა ადამიანების ნახო საკუთარი თვალით და ზოგადად ის, რასაც ოპერატორები ბოლო დღეები აქვს თავაზობენ